შრომითი კანონმდებლობის მასშტაბური რეფორმა შესაძლოა არგენტინის პრეზიდენტს თანამდებობის ფასად დაუჯდეს. ქვეყნის კონგრესის ქვედა პალატამ ხავიერ მილეის სადავო კანონპროექტის განხილვა დაიწყო. პარალელურად კი ქუჩაში ცვლილებების მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. მათი თქმით, რეფორმა შრომითი კანონმდებლობის დაცვით გარანტიებს უგულებელყოფს, ზღუდავს გაფიცვის უფლებას, კომპანიებს თანამშრომლების გათავისუფლებას უმარტივებს, ხოლო კანონიერი სამუშაო დღის ამჟამინდელი 8 საათიდან 12 საათამდე გახანგრძლივების საშუალებას იძლევა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ასევე მიუთითებენ, რომ საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი დამატებული პუნქტი ითვალისწინებს შრომითი ანაზღაურების ორჯერ შემცირებას იმ პირთათვის, რომლებიც შვებულებაში იმყოფებიან ავადმყოფობის გამო. თავის მხრივ არგენტინის მმართველი პარტია და ცვლილებების ინიციატორი პრეზიდენტი მილერი ამტკიცებენ, რომ არსებული შრომითი კანონმდებლობა მოძველებულია გადახედვა საჭიროებს და ხელს უშლის ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას. საპროტესტო დემონსტრაცია მალე შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც საპოლიციო ძალებმა მოქალაქეთა დაშლა გადაწყვიტეს და მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. პროექტი, რომელშიც დღეს ამ პალატაში განვიხილეთ, გვთავაზობს ცვლილებებისა და დამატებების სერიას, რომლის ფუნდამენტური მიზანი ჩვენი მოქმედი შრომის კანონმდებლობის განახლება, დასაქმების ხელშეწყობა, მოქმედი უზუსტობების აღმოფხვრა და როგორც დამსაქმებლების, ასევე დასაქმებულების სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. კაფიო და ზუსტი რეგულაციების მეშვეობით. არ არსებობს არც ერთი ასო ან სტრიქონი, რომელიც მუშებს ანიჭებს უპირატესობას. თუ კი რაიმე უპირატესობა არსებობს, ისინი ბიზნეს სექტორს ერგება და არა მუშებს. ფრაზის შრომის მოდერნიზაციის მიღმა იმალება არგენტინელი ხალხის ისტორიაში ყველაზე სასტიკი რეგრესი შრომელთა უფლებების მხრივ. პროტესტის მონაწილე პროფკავშირებმა დღის განმავლობაში საყოველთაო გაფიცვა მოაწყეს, რითაც არგენტინის მასშტაბით რამდენიმე საათით შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, საავადმყოფოების, სკოლებისა და სპორტების მუშაობა. დაიხურა ბანკები და სასურსათო მაღაზიები. ავიაკომპანიებმა რამდენიმე რეისი გააუქმეს. მათი თქმით, ამ ფორმით ისინი ეცდებიან აიძულონ ხელისუფლება დათმობებზე წავიდეს.